გამარჯობა გოგოებო და ბიჭებო, მოგესალმებით ყველას, მე ვესალმები სტუმრებს, დარჩით ჩვენთან. ბუდის გიხდით დაგვიანებისთვის, სხვადასხვა მიზეზების გამო, დროის სიმცირის გამო ვერ ვახერხებდი ვიდეოების ჩაწერას. გადაყრილობის ფაქტორიც არის და ჩემუდმივ მაყურებელს კარგად მოეხსენება, რამდენად პასუხისგებლობით უდგები ამ საკითხს, რომ დაღლილი ნეგატივ აკრეფილი, აი წმენდების დროს, მუშაობის დროს ზოგჯერ ძალიან ბევრ ნეგატივს ვკრიფავ და ასეთ შემთხვევაში არ მინდა ხოლმე რომ ეს ენერგია გადმოვიდეს თქვენზე და ვიდრე კარგად არ დავისვენებ და სულს არ მოვითქვავ, არ აღოდგები, აღწევ ვიდეოებს. დღევანდელ თემას რაც შეეხება, მოდი შეჯამება გავაკეთოთ, დეკემბერი დადგა, წლის ბოლოა და როგორც წესი, ახალ წელს ვხვდებით იმედებით, მოლოდინებით, განახლების სურვილით, ახალი გეგმებით და ასე შემდეგ. და საინტერესო იქნება თემა, რა უნდა დატოვოთ წარსულში. ანუ ეს იქნება უფრო რჩევის სახით, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება მხოლოდ თქვენი მისაღებია და ტაროს პრინციპიც ეს არის, მოვლენების განვითარების ალბათობას გვაჩვენებს და არავითარ შემთხვევაში არ არის ეს უკანასკნელი ვერდიქტი, განაჩენი, ყველაფრის შეცვლა შეიძლება, თუ კი საკმარის ძალისხმევას ჩავდებთ ამ ყველაფერში და ვნახოთ, როგორც ყოველთვის პატარა წინა ისტორია, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში, ან რა მოხდა ძალიან განსაკუთრებული, მნიშვნელოვანი, რომ მინიშნება მიიღოთ და რა თქმა უნდა, მერე თავარი კითხვა, რა უნდა დატოვოთ წარსულში. შეიძლება ეს ემთხვეოდეს თქვენს ფიქრებს, თქვენს განწყობას და გეგმებს, შეიძლება არც დაემთხვას, მაგრამ დაფიქრდეთ იმაზე, თუ ღირს თუ არა, თქვათ, მომავალში წაიყოლოთ ის რაღაც პრობლემატური საკითხები. თუ კი დატოვებაზეა ლაპარაკი, რა თქმა უნდა, რაღაც პრობლემატურ საკითხებზეა ლაპარაკი. ვნახოთ რა გამოგვივა, დავიწყოთ. სამივე დასტა არის, რა თქმა უნდა, რაიდერ უაითის დასტის მიხედვით კლასიფიკაციით აგებული, მაგრამ ძალიან განსხვავებული, ეს კლასიკური დასტა, 78 კარი და ოპოზიციური ტარო. შეგიძლიათ აირჩიოთ დასტა და გამოსცადოთ ინტუიცია, მაგრამ რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა მოусმინოთ წინა ისტორიას. არიან მაყურებლები, რომლებიც სამივე ვარიანტია თუ ორი ვარიანტია, ყველაფერს თავიდან ბოლომდე უსმენენ და იქიდან ინტუიციურად თავისთვის საჭირო ინფორმაციას ამოკრეფენ ხოლმე. მაშ ასე. დავიწყეთ. პირველი ვარიანტი. რა არის თქვენს ცხოვრებაში დღესდღეობით ყველაზე მნიშვნელოვანი, რა ხდება? წინა ისტორია წავიკითხოთ და ვნახოთ გაგრძელება. ძალიან საინტერესო გამოდის პირველი ვარიანტი. აქ ხედავ ადამიანს, იმის მიუხედავად, რომ ცეცხლის მეფე ყავს წარმოდგენილი, მანდილოსნებმაც არ თქვა თუ არის ამ ვარიანტის მოსმენაზე და შეგიძლიათ თქვენი თავი გაიგივოთ ცეცხლის მეფის პერსონაჟთან, ანუ ენერგეტიკულად მსგავსება ნახოთ, მაგრამ მაინც უფრო მამაკაცებისთვის, უფრო იქნება ბიჭებისთვის მისაღები ეს ვარიანტი. მნიშვნელოვანი ყველაზე ის მოხდა თქვენს ცხოვრებაში, რომ გამოგიჩნდათ რაღაც ახალი შანსი სამყაროსგან, რაღაც კარგი შემოთავაზება, კარგი პარტნიორი სასურველი, ახალი წამოწყება, ახალი ბიზნესი და ასე შემდეგ, მაგრამ აქ უფრო გამართლებაზეა აქცენტი, რადგან პენტაკლების ტუზი ყოველთვის მოიაზრება როგორც შანსი, რომ სამყარომ რაღაც ესე საჩუქრად მოგაწოდათ რაღაც და თქვენ, რა თქმა უნდა, თქვენზეა დამოკიდებული ამ შანსს გამოიყენებთ თუ არა. თქვენ როგორც ჩანს ეს შანსი გამოიყენეთ, წამოიწყეთ საქმე, დაამყარეთ ურთიერთობა, თქვენთვის რა არის პრიორიტეტი, იმის მიხედვით განსაჯეთ, შეუდეკით, თქვათ, საქმიანობას, მაგრამ რაღაცა ეტაპზე თითქოს დაღლილობა იგრძენით, მთლიანად დაიხარჯეთ, მთელი ენერგია ჩადეთ, შეიძლება იფიქრეთ რაღაც მომენტში, რომ ეს ის ტვირთია, რომელსაც ვერ ზიდავთ, ურთიერთობის სახით იქნება თუ ჩვეულებრივი ყოფითი რაღაცა საკითხები, ბიზნესი, სამუშაო და ასე შემდეგ, მაგრამ გავიდა რაღაცა პერიოდი, ეს იყო მწუთიერი სისუსტე და თქვენი მიზნები მიღწეულია, ან სულ ერთი ნაბიჯი გაკლიათ ამ მიზნის მიღწევამდე, სურვილების ასრულების კარტით, ცეცხლის რუიანი. თქვენ მართავთ სიტუაციას, ყველაფერი თქვენს ხელშია. თუ კი
რომელიმე თქვენგანს თქვენთვის საინტერესო სფეროში, რასაც ეს ეხება სიახლეზეა ლაპარაკი, როგორც აღნიშნეთ, ვინმეს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ბოლომდე გახვალთ თუ არა, ღირს თუ არა, ყველაფერი თქვენს ხელშია. საბრძოლო ეტლი, ჩვენ კარგებო ეტლი მიგვითითებს, რომ თქვენ შეგიძლიათ მართვის სადავეები აიღოთ. ეს ეჭვი ერთეული შემთხვევაში იქნება. მართვის სადავეები თქვენს ხელშია. თქვენ მართავთ თქვენს ცხოვრებას, სიტუაციას და აუცილებლად გამოიყენეთ ეს შანსი. უმრავლესობა თქვენგანმა, ევით 99%-მა ეს შანსი გამოიყენა, თუ ეს დაღლილობა და რაღაც წუთიერი სისუსტე იყო. ძალიან სასიამოვნო მიხარია მე თქვენთან ერთად, როცა საქმე კარგად არის, გამოგდით ის, რაც მიზნად გაქვთ, ხართ ბედნიერები, ხართ ჯანმრთელები და ასე შემდეგ. ყოველივე კარგს გისურვებთ ყოველთვის. ნახოთ ახლა, რა უნდა დატოვოთ წარსულში 2025 წელთან ერთად. ან რჩევა იქნება, ან თქვენი ნაფიქრალის დადასტურება, ამ ფაქტის კონსტანტირება, პოსტფაქტუმ, რო სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, ვნახავთ ახლა რას გვეტყვის ტარო. უპს. ძალიან საინტერესოა. მე ხარ რატომ უნდა მიკვირდეს, აი მე რატომღაც რომ გამიკვირდა, რატომ უნდა მიკვირდეს და საინტერესო ის არის, რომ ჩემს სასაკში და ჩემი გამოცდილება და ჩემი ამდენი წლის პრაქტიკა კიდე მაინც რატომღაც გაუცების საშუალებას მაძლევს და ეს არის უფრო გასაკვირი. გაუცება არ შემიწყვეტია და მიკვირს ხოლმე ხან რაღაცები. ეს პირადულია, რა თქმა უნდა, ხა რასაც ვიტყვი და როგორც აღნიშნე თავიდან, ეს ვარიანტი უმრავლეს შემთხვევაში იქნება მამაკაცებისთვის მისაღები, ჩვენი ძლიერი ბრჭყალებში, ძლიერი მხარისთვის, არ მიწყინოთ, ვინ უფრო ძლიერია, კიდე ეს საკითხავია. ჩემო კარგებო, ძალიან ისე არ მინდა რომ რაღაც უტაქტო ვიყო, და ცოტა ისე ლაითად ვთქვა, მაგრამ პრინციპში ისი მერიდება. მესამე ადამიანი თქვენი ურთიერთობიდან დატოვეთ წარსულში. ორ სკამზე ჯდომა ერთად არ გამოგივათ, ორი კურდღლის მადევარი ორივეს დაკარგავს. კიდე ბევრი შედარება შეიძლება გავაკეთო და მიმსგავსება ამ სიტუაციის, მაგრამ თქვენ ცდილობთ გქონდეთ ურთიერთობა ორ მხარეს, ორ ფრონტზე იბრძვით. უმრავლესობისთვის ეს არის პირადი ცხოვრება, ორი შეყვარებული, ორი საყვარელი, ორი სატრფო, მეუღლე და საყვარელი და გადააბრუნეთ სიტუაცია, კიდე როგორ შეიძლება იყოს, მაგრამ ასევე შეიძლება შეეხებოდეს ბიზნეს პარტნიორობასაც და თქვათ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ბიზნეს გეგმაში მონაწილეობდეთ, ბიზნეს კონკურენტთან, თქვათ თქვენ მუშაობთ ერთ სფეროში და ბიზნეს კონკურენტთან გქონდეთ რაღაცა საქმე. ანუ მიხვდით, აქ არის ლაპარაკი ღალატზე, ნებისმიერ ღალატზე და ორი ბატონის მსახური ზუსტად ესე გამოგდით. ოპერაში ფინალი ძალიან კარგია, მაგრამ ამ შემთხვევაში ფინალი ესეთი არ იქნება, თუ კი არ მიიღებთ გადაწყვეტილებას და მესამე კუთხეს არ ჩამოანგრევთ. იცოდეთ, ეს არის თქვენი კარმული გაკვეთილი, ძალიან სერიოზული გამოცდა და აი ეს ორჭოფობა, ორ სკამზე ჯდომა თუ რაც გინდათ დაარქვით, დატოვეთ წარსულში 2025 წელთან ერთად, რაც ჩქარა, მით უკეთესი. რადგან შემდგომში ეს თქვენს მიღწეულ წარმატებებს, შანსებს, ბედნიერებას ჩამოშლის და ჩამოანგრევს, ჩემო კარგებო. აი ესეთი რჩევა მოგვაწოდა ტარომ. გადაწყვეტილება თქვენი მისაღებია. ჩემი მოვალეობა არის გავაჟღერო ის, რასაც მაჩვენებს დასტა, რა ინფორმაციასაც სხვადასხვა საშუალებებით მაწოდის სამყარო, მე ვარ ოპერატორი, მე ვარ თარჯიმანი, მე სხვა არაფერი არ მევალება, გითხრათ ის, რასაც ვხედავ, გრძნობ და მესმის. გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. შტატივი ცოტა ქანაობს და კადრით თუ ხანდახან თამაშობს, ნუ მიწყენთ. ვიღაცას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ექიმები, უფრო ქირურგიული ჩარევა, მეორე ვარიანტის მაყურებელთან ის უეჭველი იქნება, რომელიმე თქვენგანთან და გამახვილეთ ყურადღება და ვნახოთ ახლა დღევანდელი თქვენი სიტუაცია. დასტა 78 კარი. ულამაზესი დასტა. ჩემო კარგებო,
ეხლა უცბად ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი უნდა იყოს ერთმანეთთან თითქოს რაღაცა კავშირში. შეგიძლიათ თქვათ, თუ პირველი ვარიანტში ამოიცანით სხვა პიროვნება თქვენთვის ძალიან ახლობელი, მეუღლე, მეგობარი, შეყვარებული და ასე შემდეგ, ანუ პარტნიორზეა ლაპარაკი, შეგიძლიათ ეს ვარიანტი თქვენსაზე მოიაზროთ ამ პირიქით. გამიჩნდა ეს შეგრძნება, რომ აქ ორ ადამიანზეა ლაპარაკი, ანუ პირველი ვარიანტი ერთი პიროვნება, მეორე ვარიანტი თქვენ ამ პირიქით. მოკლედ რა ხდება აქ მაჩვენებენ სიტუაციას, რომ ძირითადად ქალბატონებზეა ლაპარაკი, მაგრამ ბიჭებსაც შეგიძლიათ სიტუაცია სათქვენოდ შეაბრუნოთ და მოირგოთ. ღალატის მსხვერპლი ხართ, ღალატის გამო ჩამოგენგრათ ცხოვრება, შეიძლება რაღაცა მართლა ის კატასტროფის ვარზე არ მისულხართ, პიროვნებას გააჩნია და სულიერ სიძლიერეს, სტაბილურობას, მაგრამ დანგრეულ ურთიერთობაზეა ლაპარაკი, ან დანგრევის პირას მყოფ ურთიერთობაზე ლაპარაკი, აქ ყოველ შემთხვევაში პაუზა, განშორება, სახლიდან გაგდება, ტელეფონების გათიშვა ფიგურირებს, რადგან დაბრუნებაზეა ლაპარაკი. შეიძლება ორივე ერთმანეთს უთვალთვალებთ, შეიძლება ის გითვალთვალებთ და ყოველნაირად ცდილობს ისევ დაბრუნდეს თქვენ ცხოვრებაში, შეიძლება თქვენ უთვალთვალებთ, მაგრამ ურთიერთობის აღდგენაზე და დაბრუნებაზე რომ არის ლაპარაკი, ამას წყალი არ გაუვა, როგორც პირველ ვარიანტში აღვნიშნე, პირველ რიგში აქცენტია პირად ურთიერთობებზე, მაგრამ არ გამოურიცხავთ სხვა პარტნიორულ რაღაც კავშირებს, სამსახურები იქნება, მეგობრული ნათესაური თუ სამეზობლო და ასე შემდეგ. ესეც არ გამოირიცხება, მაგრამ მთავარი არსის არის, რომ რაც მესამე ზედმეტის გამო ჩაიშალა ურთიერთობა და ან ჩაშლის პირას არის და სერიოზული კონფლიქტებიც მოხდა, ამ ურთიერთობის აღდგენას ცდილობს რომელიღაც მხარე. ნახოთ აბა, რას გვეტყვის, მე მგონი ძალიან კონკრეტული მინიშნება არის და რას გვეტყვის დასტა 78 კარი რჩევის სახით იქნება თუ მინიშნების სახით, ამას ახლავე ვნახავთ. რა უნდა დატოვოთ წარსულში 2025-თან ერთად. ჩემო კარგებო, არ ვიცი მართლა რამდენად გადაბმულია პირველ ვარიანტზე. პრინციპში რაღაცა მსგავსი აზრი გამოდის, იქ თუ იყო რომ რჩევა იყო და მითითება რომ მესამე ზედმეტებთან ურთიერთობა შეეწყვიტა თვითონ გაშლის მთავარ გმირს, ვარიანტის მთავარ გმირს, აქ ლაპარაკია მოლოდინებს, იმედებს, ფუჭოცნებებს დაუსვათ წერტილი, ეს ნოსტალგია, ეს ყველაფერი დამთავრდეს უნდა. თუ კი იმედი გაქვთ რომ გააჩნია ხა სიტუაცია, სხვა ადამიანი გამოსწორდება, მაგრამ პრინციპში ხა რომ სფეროსაც არ უნდა ეხებოდეს ეს საქმე, ჯობია რომ ეს ყველაფერი დატოვოთ წარსულში და ტყუილი მოლოდინი არ გქონდეთ დაბრუნების შანსი, კი არის დაბრუნების შანსი ყველაფრის, მაგრამ პიროვნება არ იცვლება და თქვენ თუ გაქვთ იმის იმედი რომ შეიცვლება რადიკალურად და თქვენი ცხოვრებაც უკეთესობისკენ წავა, ამქედან გამომდინარე, სამყარო გირჩევთ რომ უარი თქვათ ცრუ იმედებზე. აი პირდაპირ რა უნდა დატოვოთ წარსულში, მოლოდინები, ოცნება იმაზე რომ ყველაფერი კარგად იქნება. სამყარო პირდაპირ გვეუბნება, სამყარო კარტი თვითონ ძალიან სიმბოლურია, წლის ბოლოს აღნიშნავს ამას მაყურებლისთვის პირველ რიგში, როცა სხვა გაშლებში შეხვდებით რომ იცოდეთ კარტის ძირითადი მნიშვნელობა. ეს არის ერთი ეტაპის დასასრული, ციკლის დასასრული თქვენს ცხოვრებაში, დროის ფაქტორის მიხედვით თუ ვიმისჯელებთ, სამყარო ნიშნავს წლის ბოლოს და რაღაცის დასასრულს. და გეუბნებიან რომ ეს ყველაფერი უნდა დატოვოთ წარსულში, წერტილი დაუსვით ფუჭ მოლოდინებს, ეს ნოსტალგია შეგაწუხებთ, სიტუაცია იქნება გაწელილი, გაჟეჟილი, ალბათ იგივე განმეორდება, ან ადამიანი რომლისგანაც გადაწყვეტილების მიღებას ელოდებით
თქვენს სასარგებლოდ ძალიან დიდხანს გაწელავს ამ პროცესს, არ დაადგება საშველი, შეიძლება ეს ძალიან დიდხანს გაგრძელდეს და თქვენ ძალიან ძვირფასი დრო დაკარგოთ და ბოლოს მარტო აღმოჩნდეთ თქვენი პრობლემების წინაშე. იქნება ეს პირადი ცხოვრება, იქნება რაღაც მატერიალური დახმარების მოლოდინი, სამსახურში აყვანის მოლოდინი და ასე შემდეგ. მე მგონი გასაგებია შეტყობინება სამყაროსგან რაც იყო თქვენთვის და გავავიდეთ მესამე ვარიანტზე. ისევ Rider Waite-ის სისტემით დამზადებული დასტა, მაგრამ ქვია ოპოზიციური ტარო და აი ესე ვაბრუნებთ, ვისაც ამ ტაროს შეძენის სურვილი აქვს ან გააჩნია და მაინტერესებს დამწყებებს ვიძახი ტექნიკა. თავარი არის ამ დასტასთან მუშაობი და კიდე ვისავერსაც დასტა როა ორმხრიანი, ანუ პერანგი არა აქვს და ორივე მხარეს ნახატებია, იმისთანაც იგივე პრინციპით ხდება მუშაობა. ატრიალებთ. აქ ვისავერსაც ესე გადატრიალება არ უნდა, იმას აქეთ-იქით ესე ატრიალებთ. თავარია ჩვეულებრივ როგორ ჭრით დასტას, როგორ ჩეხთ და როგორ იღებთ კარტს. ეს ხელსაც გამომუშავებული აქვს და ზუსტად იგივე, აი შემიძლია ესე ამოვიღო და გადმობრუნდება, მაგრამ ესე არ შეიძლება. აი ასე, ჩვეულებრივად როგორც მე ვაკეთებ, როგორც წესი, ვიღებ ისევე ამ დასტას, რადგან დასტაზე ორმაგი ნახატებია, ოპოზიციური ტარო. ნახოთ ახლა რა ხდება თქვენს ცხოვრებაში მესამე ვარიანტი. ჩემო კარგებო, თქვენს აი მესამე ვარიანტთანაც უფრო მაინც პირველ პლანზე მოდის პირადი ცხოვრება, იმიტომ რომ ეს სიტუაცია უკავშირდება კონკრეტულად პიროვნებას, რომლის რეალური სახე, ნამდვილი სახე დაინახეთ, რომ ვიტყვით ხოლმე მოხარშულს ვიცნობ, ზუსტად ესე მოხარშულს იცნობთ ამ ადამიანს, შეუძლებელია რამე დაგიმალოთ, რამე მოგატყუოთ, რაღაცაში თქვათ თვალი აგიხუიოთ და აი რაც უკავშირდება ცოტა ესეთ იმას ტყუილს და ორ პირობას. ყველაფერი იცით ამ ადამიანის შესახებ, ავიც და კარგიც იცით, მაგრამ გაქვთ ხშირი კონფლიქტები ამ ადამიანთან. ცდილობთ თითქოს დაასრულოთ ეს ურთიერთობა, მაგრამ დროში ძალიან იწელება, ძალიან იწელება და აი გაჟეჟილი მიდის ეს სიტუაცია. პირადი ცხოვრება თუ არა, პირადი ურთიერთობები თუ არა, ნებისმიერი სხვა სფერო შეიძლება იყოს, სადაც ეს თქვენი სიტუაცია დაკავშირებულია კონკრეტულად ერთ ადამიანთან, რომელიც ძალიან ესე ვთქვათ ცუდად თამაშობს წესების დაცვის გარეშე. თქვენ ეს ყველაფერი იცით, მაგრამ რატომღაც აი თითქოს აქ იმედის კარტი და ის მსგავსი არაფერი ამოსულა, მაგრამ მთლიანი სურათი გვაჩვენებს იმას, რომ ვერ უშვებთ ამ სიტუაციას. შეიძლება სხვადასხვა მიზეზი იყოს, შეიძლება თქვენ გინდათ დაასრულოთ, გაუშვათ, მაგრამ რაღაცით მანიპულირებს ეს ადამიანი, დამოკიდებული ხართ რაღაც სიტუაციაზე, ამ ადამიანზე ან სხვა ადამიანებზე და თქვენი თუ ვერ იღებთ გადაწყვეტილებას, ყოველ შემთხვევაში ძალიან გაჟეჟილი სიტუაცია. აქ არ არის ილუზიაზე ლაპარაკი, რომ რამეში ცდებოდეთ, რაღაცის თითქოს იმედი გქონდეთ. არა, ყველაფერი იცით. იცით, არაფერი გამოსწორდება, მაგრამ რაღაც გიშლით ხელს, რომ დაასრულოთ ეს ურთიერთობა. რა საინტერესოა აი მესამე ვარიანტი. როგორც წესი, გააჯაზებს ხოლმე, როგორც ვიძახი, მით უმეტეს მეოთხეც თუ აი თუ პატარა ის მაქვს ხოლმე და 4 ვარიანტი, მაგრამ აი მესამე ბოლო ვარიანტმა უნდა გააჯაზოს ხოლმე ყოველთვის. მე თვითონ დავინტერესდი ახლა რა არის ხელის შემშლელი ფაქტორი. ბევრისთვის ცნობილი იქნება და უბრალოდ ვერ აგვარებს, მაგრამ ვიძახი იმ კონტინგენტისთვის, რომელმაც არ იცის. აი რა უშლის ხელს რაღაცა გაურკვეველ ვითარებაშია და იქნება მინიშნება მოგაწოდოთ. რატომ ვერ ჭრით ამ იმას კვანტს? თქვენ ჩემო კარგებო 100%-იანი მსხვერპლი ხართ ამ სიტუაციის, დამოკიდებული ხართ კონკრეტულად სიტუაციაზე. რაღაცა ინფორმაცია გჭირდებათ დამატებით ან დახმარება, უფრო დახმარებაზე, აი ძალა გაკლიათ, მხარდაჭერა გაკლიათ, თანადგომა გაკლიათ მეგობრებისგან, ახლობლებისგან, ფინანსური მხარით შეიძლება აქ ფიგურირებდეს და აი
რომ თქვათ, რომ ბევრი რამე თქვენზეა დამოკიდებული, აქ რაღაცა ნაწილობრივ ეს არ გამოგვადგება, ასე ვთქვათ, ეს განმარტება და ეს ახსნა თქვენზე თითქოს აქ ძალიან ბევრი რამე არ არის დამოკიდებული, უბრალოდ რაღაც სიტუაციის გამო ან ვიღაცის გამო ყოფებით აი გამოვვალ მდგომარეობაში, მაგრამ ელოდებით მოლოდინი არის როგორმე გაეშვათ აქედან. უფრო გარეშე მხრიდან უნდა მოვიდეს დახმარება. აი შეიძლება ვინც ფიქრობს რომ არა, აი ვერა არაფერი გამოვა და უიმედოდ არის, აქ მინიშნება იმაზე რომ გარედან, გარეშე მხრიდან უნდა მოვიდეს დახმარება. და თქვენი სამყარო უკეთესობისკენ შეიცვალოს. ცოტა აგვიანებს დახმარება, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდება და ვნახოთ აბა მთავარი კითხვა დღევანდელი გაშლის. რა უნდა დატოვოთ წარსულში 2025-თან ერთად? ჩემო კარგებო, აი აქ არის კონკრეტულად რა კი არა, ვიზე ლაპარაკი და ვიზე კი არა, პლუს ახლა გადავდივარ რაღაცა იმაში ამყავს, რანგებში ვიღაცეებზე, ანუ მხოლობითიდან მრავლობით ფორმაში გადავედით. ვიღაცეებზეა ლაპარაკი. ანუ და მიმოიხედეთ თქვენს გარშემო, აქ არ არის ერთ პიროვნებაზე ლაპარაკი, შეიძლება ყველა არ ამოვიდა, ახლა რამდენიმე დასტარო ამ კარტები ამოვიღო, კიდე ალბათ სხვა ისინიც ამოვა, სამეფო კარის კარტები. აქ ახლა კონკრეტულად 5 ადამიანი, აი მინიმუმ 5 ადამიანი თითქოს ფიგურირებს თქვენ ცხოვრებაში ისეთი, რომლებიც აი მართლა გბორკავენ და მსხვერპლი ხართ. შეიძლება ოჯახის წინაშე ვალდებულება და აი ეს ოჯახი ბრუტად იყენებს თქვენს დროს, თქვენს სიყვარულს, თქვენს შრომას, თქვენს ფინანსებს, მომსახურებას. ძალიან, ну, აი მინიმუმ 5 ადამიანს მაჩვენებს რატომღაც დაწყებული იმპერატრიც სადონ უფროსი ასაკის ქალბატონი, ოჯახის თავი შეიძლება ბებია, დიდი ბებია, დედა, ან სამსახურში თუ არის ეს არაპირად და ოჯახ თემასთან დაკავშირებული და არის რაღაც სამსახურზე ლაპარაკი, აქაც ეს ადამიანები გძირავენ, ჩემო კარგებო, ძალიან გძირავენ და ბევრი რამე ქურუმი ქალი დასტის ძირზე, ბევრი რაღაცა თქვენ არ იცით. გაახილეთ თვალი, მიმოიხედეთ გარშემო და ზედმეტი ხალხი სასწრაფოდ ჩამოიშორეთ. თორემ ეს გაიწელება, ძალიან გბორკავენ. თქვენ შეგიძლიათ შემდგომში წინსვლა, მაგრამ თავარი მინიშნება არის პენტაკლების 4-იანი ბოლო კარტი, რომელიც ამოვიღე ვარ იმაში კომბინაციაში. ძუნწის კარტს ეძახიან, მეჩემია, რო ვიტყვით. და უნდა გახდეთ მეჩემია, იმიტომ რომ გბორკავენ, გძირავენ, არავინ თქვენს ინტერესს არ ითვალისწინებს, პატივს არ გცემენ როგორც ჩანს, აი დაგვრნავს ხოლმე მესამე ვარიანტი. მაგრამ აუცილებლად უნდა გავაკეთო ხოლმე მათთვის, ვინც მართლა ესეთ რთულ მდგომარეობაშია და ნახონ მათ ვიდეო და მიიღონ პასუხები თავის კითხვაზე. სასწრაფოდ დამოფხიზლდით და მოიშორეთ ეს ხალხი თავიდან. გაიქეცით შორს, თუ გაქვთ საშუალება და მარტო იქ თქვათ სახლის სამეზობლოს სამსახურის ცვლილებაზე არ არის ლაპარაკი, მოშორდით ყოველგვარი ემოციური, ენერგეტიკული, თუნდაც აი ტექნიკური კავშირი, ტელეფონი, საუბარი და ასე შემდეგ შეწყვეტით ამ ადამიანებთან. თუ ამ ადამიანებს არ ჩამოშორდებით, ჩემო კარგებო, აი ზედმეტ წურბელებს მერწმუნეთ ძალიან დიდხანს იქნებით ესეთ დათრგუნულ მდგომარეობაში. მე კი გისურვებთ ყოველივე სიკეთეს, ყოველივე ცუდის დატოვებას 2025 წელში, 25 წელთან ერთად და ბედნიერ მომავალს. თუ კი მოგეწონათ ვიდეო და ვინც თავის პასუხი ვერ მიიღო, აი ეს თქვათ ციკლი რო გავაკეთოთ რამოდენიმე ვიდეო ახალ წლამდე, კომენტარებში გელოდებით და შევეცდები არ გაწყენინოთ სასურველი თემებიც, აი ახალი წლის წინა პერიოდში სასურველი თემებიც შეგიძლიათ თამამად მომწეროთ. მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.